არქიმანდრიტე ლაზარე აბაშიძე სულის ფარულის ნეულებანი მალე იკურნება თუ არა სული ამრიგად ნათელია რომ ის რაზეც დამოკიდებულია ცხონების საქმის მთელი მდინარება არის საკუთარი დაცემის გაცნობიერება სიმდაბლე და მაღალ სულიერ ნიშთა მისაღებად საკუთარი თავის უღირსების აღიარება საჭიროა მოთმინებით ვიტვირთოთ სინანულის ღვაწლი და აუჩქარებლად დაველოდოთ განკურნების ნიშნებს. ძალზე მნიშვნელოვანია აუჩქარებლობა. დღეს ეს მრავალს აპრკოლებს. ჩვენ ძალზე ვჩქარობთ, შრომის ნაყოფის უმალ ხილვა გვსურს. მცირე სინანულისათვის მაშვიდვე მოველით უდიდეს წყალობას. ერთხელ წამოვიტირებთ საკუთარ თავზე და გონია რომ უკვე განვიწმინდეთ და განსპეტაკდით. მოველით ანგელოზების ხილვასა და ჩვენდამი განსაკუთრებულ საღვთო კეთილნებობის ნიშნებს. თითქოს უკვე ღირს ვიქვენით სულიწმინდის მრავალი ნიჭისა, აქედან იბადება ხშირი ცთუნება. სულ სხვა რამეს გვასწავლის მართლმადიდებელი მოღვაწეთა გამოცდილება. პატრიკიდან კარგად ჩანს რა რთული ხანგრძლივი შრომატევადია კეთროვანი სულის განწმენდა მონასტრებსა და უდაბნოებშიც კი, სადაც განკურნებისთვის ყველაზე შესაფერისი პირობებია. უდაბური მთები და ხევები, უღრანი ტყეები, სადაც მოღვაწეობდა ბევრი მამა. ამას სოფელთან და ხშირად ადამიანებთანაც ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტა, უმკაცრესი მარხვა, მოუკლებელი ლოცვა, ღრმა რწმენითა და ღვთისადმი სრული სასოებით მუდმივი გლოვა, საკუთარ თავზე და წმინდა მოსაგრე და სხვა უმაღლესი ღვაწლნი, განა არ არის უძლიერესი იარაღი ღრმად, ფესვებ გამდგარი ყველა ცოდვის სამოსაძირკვად. ასეთი წესით ცხოვრები კაცი თითქოს უმოკლეს დროში სრულად უნდა განიწმინდოს ყველა ვნებისაგან. საერთოდაც კი დაივიწყოს ცოდვის არსებობა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ ხდება. წმინდანები დიდ დროს ათწლეულებს ატარებდნენ დაძაბულ ბრძოლაში, გულში ჩაბუდებული ვნებების გველებთან, სანამ მიაღწევდნენ ამ ვნებებთაგან განთავისუფლებას, მათ აგვტინებდნენ და სულიერ სიმშვიდეს პოუვდნენ. ვნებები ადამიანში მის აღსასრულამდე ინარჩუნებენ გამოღვიძების უნარს და კაცისთვის უცნობია როდის და რომელი ვნება გამოიღვიძებს მასში, ამიტომ სანამ სულდგმულობს იგი მუდამ ხიზლად უნდა აკვირდებოდეს საკუთარ გულს. მართებს განუწყვეტლივ ღაღადებდეს ღვთისადმი, ევედრებოდეს მას, შემწეობას და მოწყალებას, ამბობდა აბა ესაია. იორდანეს უდაბნოში სინანულის გამო წასულმა მარიამ მეგვიტელმა იქ 40 წელი იცხოვრა საზდოსა და სამოსის გარეშე, მხოლოდ მცენარეთა ფესვებით იკვებებოდა და კაცთაგან არავის შეხვედრია. აქედან 17 წელი ებრძოდა იგი თავის გულსიტყვებს, როგორც მძვინვარე მხეცებს. წირ საკვებს იგებდა თუ არა მყის ეძალებოდა გულის სიტყვები ხორცსა და თევზზე, მოსწყურებოდა ღვინო, მოენატრებოდა უხამსი სიმღერები, ისინი ჩაესმოდნენ მას და უშფოთებდნენ სმენასა და გულს. მარიამი გოდებდა, მწუხარებით შეღაღადებდა ზეცას, ღმერთისგან შეწევნას ითხოვდა. გულში გაჩაღებული ვნებითი ცეცხლის სიძვის წადილს აღვივებდა და მთლიანად წვავდა მას. იგი პირქუ ემხვებოდა მიწაზე და ასე იწვა დღე და ღამე, სანამ სინანულის ნაყოფს არ გამოიღებდა და ღვთის წყალობა არ ჩაუქრობდა ბოროტ ამბოხს. ბნელი ბნელს უბედურებას ცვლიდა 17 წელიწადი და მხოლოდ ამის შემდგომ გამოეცხადა შემწეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, დაიწყო მისი დამოძღვრა და განდევნა მარიამს სულიდან ყოველგვარი ცოდვითი აღძვრა. ღირსი ივანე მრავალნებული მოღვაწეობდა კიევო-პეჩორის ლავრაში და ბევრ იტანჯა სიძვის გულისთმასაგან. ვერაფრით მოიშორა იგი, ვერც წყურვილით, ვერც შიმშილით, ვერც მძიმე ჯაჭვებით. მაშინ იგი დაეყუდა მღვიმეში, სადაც დაიწყო ვნებასთან უსასტიკესად ბრძოლა. წმინდანი იქამდეც მიდიოდა, რომ ხრებამდე მიწაში იმარხებოდა, მაგრამ სიძვის გულის თქმის მხურვალება მას არ უნელდებოდა. დროდადრო ეშმაკი
უზარმაზარი გველის სახით თავს ესხმოდა, მოღვაწეს, აიძულებდა და ტანჯავდა. ბოლოს ღვიმეში მისი და ყუდებიდან 30 წლის შემდეგ ამდენი გაჭირვების მერე უფალმა იხსნა თავისი მონა, მხოლოდ მაშინ დაიხია უკან ნებამ და საღვთო ნათელი მოეფინა მოღვაწეს. აბა ამონმა თქვა, მე 14 წელი გავატარე სკიტეში, ღმერთს დღე-დღაღამ ვევედრებოდი, რომ ჩემთვის მოემადლა მრისხანების დაძლევის უნარი. ერთი მეუდაბნოო ძმა, რომელსაც ძალზე აშფოთებდა სიძვის წადილი, დამოძღვრისა და ლოცვითი შეწევნისთვის ბერებთან წავიდა, მოძებნა მოღვაწეობასა და განჯაში დიდად გამოცდილი აბა პამბო და თავისი შინაგანი ბრძოლის ამბავი გაანდო. მან ანუგეშა დამოძღვრა და თავის თავზეც უამბო, შემხედავ რა მოხუცი ვარ, 70 წელია ვცხოვრობ ამ სენაკში და საკუთარი ცხონებისთვის ვრუნავ. ასეთ სიბერეში ახლაც ვითმენ განსაცდელებსა და თავდასხმებს. დამიჯერე შვილო, რომ 12 წლის განმავლობაში მიუტევები ვარ სიძვის ეშმაკს, არც დღისით, არც ღამით. შეუჩერებლი მესხმოდა თავს ბილწი გულისიტყვებითა და ოცნებებით. შემდეგ ბერმა მოუთხრო, როგორ მძიმე და შეუპოვარი ბრძოლა ჰქონდა სიძვის ეშმაკთან და როგორ მოსულა ბევრჯერ უკიდურეს წუხარებამდე და სასოწარკვეთილებამდე. როგორ გაათავისუფლა უფალმა მრავალი წლის შემდეგ იგი. ასწავლა შეცნობა თავის უძლურებისა, სასოება ღვთის შემწეობისა და არა საკუთარი ძალებისა. არაფერია ცოდვით ზღვაზე უარესი, ცოდვითი ჩვევით დასნეულებულს მისგან განსათავისუფლებად ხანგრძლივი დრო და დიდი შრომა სჭირდება, თქვა ერთმა ეგვიპტელმა ბერმა. ამრიგად, როგორც ხედავთ, ვნებები სწრაფად არ აღმოიფხრება, მაგრამ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ ისიც, რომ ხშირად ჩვენთვის არც არის სასარგებლო მალე განთავისუფლდეთ მათგან. რა თქმა უნდა, უფალს ხელეწიფება მყისიერად განწმინდოს ყველა ჩვენი უძლურებისაგან, მაგრამ მისთვის სათნოა ჩვენი სიმდაბლე, სინანულით ლოცვა, ხოლო სნეულებათაგან სწრაფი განკურნება გაგვიჩენდა ამპარტავნულ თვითკმაყოფილ უმოქმედო სულიერ განწყობას. წმინდა მამები ამას ნათლად ხედავდნენ. ამმა სარა, ვისაც 13 წლის განმავლობაში ებრძოდა სიძვის ეშმაკი, არასდროს ლოცულობდა მის განსადევნად. ღმერთს მხოლოდ იმას ევედრებოდა, რომ მასთან საბრძოლველად მოემადლა სიმამაცე და მოთმინება. იოანე კოლოვი შეევედრა ღმერთს და განეშორა კიდეც ვნებით წადილი და შეიგრძნო დაურღვეველი სიმშვიდე. მაშინ მევიდა ერთ მამასთან და უთხრა, ხედავ რომ შვიდად ვარ, საერთოდ არ მაქვს ბრძოლა. ბერმა მიუგო, წადი და ღმერთს თხოვე, განგიახდეს ბრძოლა, ამასთან დაგიბრუნდება გულშემოსრულებაც და სიმდაბლეც, რაც ადრე ჰქონდა. ბრძოლა ხელს უწყობს სულის წარმატებას. იოანემ გამოითხოვა ღვთისაგან განახლებოდა ბრძოლა და როდესაც ეს მოხდა, ამის შემდეგ უკვე აღარ შევედრებია ღმერთს მათგან განსათავისუფლებლად, არამედ ამბობდა უფალო მომანჯე მოთმინება ბრძოლაში. აი მართლმადიდებლური სწავლება. არ უნდა ეძებო მოსვენება, არც მსწაფლ თავის დაღწევა ყოველივე სამწუხაროსა და ტანჯველისაგან, საკუთარ ნებათაგან მალე განთავისუფლებაც კი არ უნდა გწადდეს. ისურვე მხოლოდ გული შემოსრული და დამდაბლებული, მას ღმერთი არ შეურაცხყოფს. ფსალმუნი 51. მარტო ეს არის სათნო ღვთისათვის, რომლის სიწმინდის წინაშეც მთელი ჩვენი ჭყალეშის სპეტაკე არის ჭუჭყი და სიბილწე, ღვთის წინაშე თავად ცადარ არის სუფთა. როგორ ეწინააღმდეგება ამ სულს მრავალი თანამედროვე რელიგიური სწავლება და განწყობილება, როგორ არის ახლა გავრცელებული სულიერ ნუგეშთა რაღაც ტკბობითი, უზრუნველი, udardeli განწყობის, თითქოს და უკვე ჭყალებში სამოთხისეული, ნეტარების ძიება. ოღონდ აქ ამ ქვეყნადვე საკუთარი ცოდვითი წყვილებისგან განწმენდის, განბანის გზის გაუვლელად. ამგვარი რელიგიური სწავლებანი უბიძგებენ კაცს თვალი დახუჭოს საკუთარ სნეულებებზე, ეგონოს თითქოს ჯანმრთელია, აქეზებენ უხაროდეს და ტკბებოდეს თავისი ცრუ სიჯანსაღითა და გამოგონილი სრულყოფილებით.
აჩვევებენ ზრაკრული სიმშვიდით უყუროს თავის სამომავლო ხვედრს, დაეწოფოს მოჩვენებითი ბედნიერებასა და ჰარმონიას. სინამდვილეში კი საკუთარ თავში ატაროს უდიდესი მწუხარების თესლი, საშინელი ტანჯვის დასაბამი, რაც მაშინ გაცხადდება, როდესაც ასეთ შეცდენილ ადამიანს სიცოცხლესთან ერთად წაერთმევა ჭეშმარიტი ვითარების შემბურველი სიცრუის საფარველიც. და რაოდენ ბრძნული, რაოდენ უგეშინიზმცემელია ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოება და იმ მწუხარენი ვიყოთ აქ ამ ქვეყნად, ეშმაკთაგან, კაცთაგან, საკუთარ ხორციელ და სულიელ უძლურებათაგან. ვტიროდით და გოდებდეთ მიწიერი წარმავალი ცხოვრების ბოლომდე. სამაგიეროდ, ყოველივე ტკბილი და მანუგეშებელი გველოდება მარადისობაში. დროებით ცვალებად ყოფაში არც არის საიმედო რაიმე ფასეული გქონდეს. სულიერ სწავლებებს ასე არ უყურებენ ცდუნებულნი. ის, ვინც არ იწყნარებს ჩვენი წმინდა ეკლესიის და წმინდა მამათა მიერ ნაქადაგებს სინანულს, არ ენდობა მართლმადიდებლურ სწავლებას და თამამად ეკიდება ყველა სირთულის გადაწყვეტას. მისთვის ყველაფერი ერთობ მარტივია. ერთხელ მოვისმინე 50-იანელი, როგორ ესაუბრებოდა მართლმადიდებელ ქრისტიანებს. საყვედურობდა, რომ არიან ფარისეველნი, გულცივნი და არ უყვართ ღმერთი. მართლმადიდებელთა აღიარებას, რომ არიან სულიერად უძლურნი, აღსავსენი დაუდევრობით და ამით, რომ არ უნდათ სრულიად მიენდონ ჭყალებში მადლის მოქმედებას. მისი აზრით, მიზეზი თავად მართლმადიდებლობაშია. მათ რომ უნდოდეთ მყისვე განთავისუფლებოდნენ ყველა ვნებისაგან. ამისთვის კი საკმარისია მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილების მიღება და სინანულის ძლიერი სულიერი განცდა და მთელი მათი ცოდვილობა მყისვე აურთქლდება. ჭყალებში მადლი მაშინვე პირწმინდად გაათავისუფლებს მონანულს ნებისმიერი ცოდვითი მიდრეკილებისაგანაც კი. ასეთი სინანული უმალ ამოშანთავს ყველა ცოდვას სულიდან და ისიც მყისვე შეიძენს განჭვრეტის უნარს და განათდება. ასე რომ მისი აზრით ყველაფერი დამოკიდებულია არჩევანზე, მტკიცე გადაწყვეტილებაზე და ასე შემდეგ. თავად მან თურმე მაშინვე პირველივე ხურვალე ჭყალებში სინანულის აქტის დროს შეიგრძნო ეს თავისუფლება და შეიძინა ჭყალებში სულიწმინდის მადლი, რის შემდგომ სრულიად შეიცვალა თავისი ცხოვრება. მუდამ გრძნობს უჩვეულო სიყვარულს ყველას მიმართ, მუდამ მზად არის თავი გაწიროს ღმრთისათვის. ის ჭყალებში ნათლითაა გაბწყინებული და საოცრად ბედნიერი და მართლაც ის რაღაც შინაგანი მხურვალე აღთოვანებით იყო ანთებული. მან თანამოსაუბრეებს მოუთხრა იმ სასაულებზე, რაც ამ განცდის შემდგომ განუწყვეტლივ აღესრულებოდა მასზე და მისი ოჯახის წევრებზე. ისინიც თურმე ასევე სასწაულებრივად გარდაქმნა 50-იანელებთან ჭყალებში ნათლისღებამ. მართლმადიდებლობის ყოველი სიტყვისგება და რჩევა სიფრთხილით მოჰკიდებოდა ამგვარ საოცრებებს. რამდენიმე მცდელობაც ცდუნებისათვის გაეცნოთ სწავლება საკუთარი თავის მიმართ უნდობლობისა და კაცის სულის ღრმა დასნეულების შესახებ. 50-იანელისათვის თავისი სიმართლის ახალ დადასტურების ტოლფასი იყო და მოსმენილმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა იგი, რომ მართლმადიდებელმა თავიანთი დაუდევრობის, მცირედ მორწმუნეობისა და გაუბედურების ჭყალებში უსირცხვილო კანონებზე მიჯაჭვის ჭყალებში ფარისევლობის გამო დაკარგეს ღმერთთან ყოველგვარი კავშირი. მას ეს შეხედულება არც შეუცვლია. აღსანიშნავია, რომ ადამიანებს ახასიათებს გარეგნული მხნეობა, სიცოცხლის ხალისი, სიფიცხე, მოჩვენებითი წმინდა მოშურნეობა, თავის უარყოფა, საობა, ნებისმიერი ღვაწლის აღსასრულებლად და სხვა გარეგნულად გამოკვეთილი ნიშნები. ისინი მათი საშუალებით ახდენენ დამატყუებელ შთაბეჭდილებას, რის გამოც ბევრი მათ ანიჭებს უპირატესობას თავმდაბალ მართლმადიდებელ ქრისტიანთა შედარებით, რომელიც მძიმედ წუხს, კარგს, არაფერს ფიქრობს საკუთარ თავზე და ამიტომაც არის თავშეკავებული ზოგჯერ დადგმულიც კი ჩანს.